მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამ წუთებში ქალაქ რუსთავში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ორი მოედანი იხსნება ახალ სპორტულ ობიექტს პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად ხსნის ჩვენ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მინდა მოგესალმოთ ყველას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის რუსთავისთვის. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები პარლამენტის წევრებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მივესალმები ქალბატონ ნინოს, რომელსაც დარწმუნებული ვარ ხვალ მთელი რუსთავი ნდობას გამოუცხადებს. მივესალმები პატარა მნორჩ ფეხბურთელებს, ვეტერან ფეხბურთელებს. და კიდევ ერთხელ ყველას მინდა რუსთაველებს კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვფიქრობ, რომ ეს დღე მართლაც ისტორიული დღე არის რუსთავისთვის. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ირაკლი კობახიძეს. მადლობა ბატონ რეზი, მოგესალმებით. მივესალმები სპორტის მინისტრს, მივესალმები რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მივესალმები პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, მივესალმები ვეტერან ფეხბურთელებს, დამსახურებულ ფეხბურთელებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ბავშვებს, ყველას მოგესალმებით და მინდა მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრის გახსნა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ამ ქალაქისთვის, რუსთავისთვის, რომელსაც ყველა ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ. სპორტის განვითარება არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმისათვის, რომ ახალგაზრდები ბავშვები იყვნენ დაკავებული თავიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესით. და ასევე ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი და ეს ნიჭიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამასაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ასეთი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფეხბურთო ცენტრში ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაახარებს ჩვენს გულებს უკვე მომავალში, როდესაც თქვენ დაიწყებთ თქვენს პროფესიულ კარიერას. გარდა ამისა, დღეს ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ რუსთავში ჩვენ გვეგმავთ ტრადიციული ძველი სტადიონის განახლებას, პრაქტიკულად ახალი სტადიონის მშენებლობას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ამისათვის პროცედურები, შესაბამისი სამუშაოები და 8,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება ძალიან მალე რუსთავს. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის მიმართულებით და ეს იქნება მორგებული გარემოზე, არაჩვეულებრივ გარემოშია ძველი სტადიონი და ინფრასტრუქტურა იქნება მთლიანად მორგებული ამ გარემოზე და მაქსიმალურად დახვეწილი ევროპული სტანდარტების სტადიონი გვინდა ავაშენოთ და ეს აუცილებლად ასეც იქნება. და ასევე ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან სპორტზე ვსაუბრობთ, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მივიღეთ ასევე დღეს საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, განსაკუთრებით ბატონ რეზი სოხაძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს. მინდა მადლობა გადაგეხადოთ, მინდა ყველას მოგილოცოთ საფეხბურთო ცენტრის გახსნა. წარმატებები მინდა გესურვოთ ყველას. მეც კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას და კლიპს როდესაც უყურებდით, ბავშვები საუბრობდნენ, რომ ეს არის ჩვენი სახლი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ბევრი ესეთი სახლი ავაშენოთ საქართველოს მასშტაბით, ბევრი ესეთი მოედანი, რომ ყველა საქართველოში, ყველა ახალგაზრდას, ბავშვებს მიეცეს საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში, თანამედროვე პირობებში იუარჯიშონ, დადგნენ მაგარი სპორტსმენები, შეიძლება ყველა დიდ სპორტს არ გაყვეს, მაგრამ
მაგრამ ასევე ბავშვები საუბრობდნენ, რომ ისინი ერთგუნდად არიან შეკრულები, აქ ისინი არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშს, არამედ მეგობრობას ისწავლიან, თავისი ქვეყნის სიყვარულს ისწავლიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის გაზრდისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ქართველებს საქართველოში ფეხბურთი ყველას განსაკუთრებით გვიყვარს და ყველას კარგად გვახსოვს უდიდესი წარმატებები, რომელიც ბოლო ხანებში ჰქონდა ქართულ ფეხბურთში, როგორ გაგვაერთიანა ამ წარმატებებმა და მე ვიმედოვნებ, რომ აქ, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ბევრი სასახელო ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ფეხბურთელები გაიზრდებიან, ისევე როგორც რუსთავს ჰქონდა ტრადიცია და აგერ საუბრობდით, რომ ბატონი ლევანი კობიაშვილიც მანაც რუსთავში დაიწყო თამაში და იმედი გვაქვს, რომ ყველა თითეული ესეთი სტადიონი, რომელიც აშენდება, მოედანი, სავარჯიშო მოედანი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ ხვიჩა კვარაცხელიას და მაგარ ფეხბურთელს გაუზრდის საქართველოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას მოგვიტანს იმ უდიდეს ბედნიერებას და სიხარულს, რაც ფეხბურთთან ახლავს და ყველანი გაერთიანებულები ვიქნებით ამ გამარჯვების გარშემო. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მართლა გულითადად მოგილოცოთ ჩვენთვის, სამინისტროსთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ყველა მისი თანამშრომლისთვის არის უდიდესი სიამოვნება, ყველა ესეთი პროექტის განხორციელება. როგორც პრემიერმა თქვა, ჩვენ რუსთავში დავიწყეთ უკვე საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ყავს კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ჯგუფი, ბატონი მამუკაც აქ არის შხაიძე და იმედი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთ მაგარ სტადიონს ავაშენებთ. საქართველოში, ყველა მის ქალაქში, ყველა სტადიონი იქნება ერთი მეორეზე უკეთესი და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ძლიერი ქვეყანა, მათ შორის საფეხბურთო და სპორტული მიმართულებით. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ბატონ შალვას მინდა ვთხოვო. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს, მივესალმები ქალბატონინოს და დიდი სიყვარულით მინდა მოგესალმოთ თქვენ ჩემო პატარა მეგობრებო და გილოცავთ ასეთ საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ახალი სტადიონი მოგცემს საშუალებას თქვენი სახით ვიამაყოთ მომავალში როგორც ეროვნული ნაკრების წევრები და მე მინდა რომ ის სიხარული რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთს მოაქვს ქართულ გულშემატკივრისთვის თქვენც მოგეტანოს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერს იმ ინიციატივისთვის რომელიც ითვალისწინებს UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ულამაზესი და უმაგრესი სტადიონი იქნება ახლო მომავალში რუსთავს, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში არაერთ დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და ჩვენც მოგცემს საშუალებას რომ დიდი განაცხადები გავაკეთოთ იმ კუთხით, რომ რუსთავმა საქართველოს არაერთ დიდ ტურნირს უმასპინძლებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ გილოცავთ და დიდ მადლობას გადაგიხდით ასეთი მნიშვნელოვანი და კარგი სტადიონის მშენებლობის კუთხით. ალბათ თუ ვინმეს დამსახურება არის ბოლო წლებში საქართველოში ფეხბურთის აღმავლობა არის ფეხბურთის ფედერაცია და ბატონ ლევანს მინდა ვთხოვო ორიოდე სიტყვით. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერს ირაკლის, მივესალმები ინფრასტრუქტურის მინისტრს რეზის, ქალბატონინო მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, მივესალმები ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მივესალმები ვეტერან ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კახი ცხადაძე არის აქ ჩვენთან, დიდი პატივისცემით. მოგესალმებით, ძალიან ემოციური დღე არის დღეს ჩემთვის, ვინაიდან თითოეული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო სტადიონი, სავარჯიშო მოედანი თუ ასე შემდეგ, როდესაც ქვეყანას ფეხბურთს ემატება, ჩემს არის ძალიან ემოციური. ემოციურია იქიდან გამომდინარე, ზუსტად 10 წლის წინ მე რგო პატივი და გამხდარიყავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დღევანდელი დღეს, ანუ 2015 წლის 3 ოქტომბერს და მადლობა რეზის, რომ დღევანდელ დღეს დაამთხვია და ასევე ქალბატონინოს დღევანდელი ღონისძიება. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ, რეზი მახსენა, რომ მე ამ ქალაქში დავიწყე ფეხბურთის თამაში, პირველი პროფესიული კლუბი იყო რუსთავი და ყოველთვის ვამაყობ ამი და ვიამაყებ, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემთვის, ჩემ კარიერაში და ამ კლუბს რუსთავის გუნდს ძალიან დიდი დამსახურება აქვს
ჩემ როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბებაში და არა მარტო ფეხბურთელი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. გილოცავთ ყველა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მე საშუალება მაქვს, რომ მოგმართოთ სიტყვით და ასევე რა თქმა უნდა მიულოცო ახალგაზრდა მოთამაშეებს, წარმატება უსრულო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდითაც დღეს ჩვენ ვამაყობ თითოეული ჩვენთაგანი ეროვნული ნაკრების წარმატებით, მომავალშიც ძალიან ბევრი ასეთი წარმატება გვექნება. მადლობა. შეიძლება ბატონ დაგვასწრო ბატონმა ლევანმა დაახლოებით არა ზუსტად 10 წლის წინ დღევანდელ დღეს გახდა ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტი და ჩვენ ვიხსენებდით სანამ შევიკრიბებოდით აქ რომ ყველას კარგად გვახსოვს რომ მე მგონი მოედანიც კი არ ქონდა ნორმალური ჩვენს ქვეყანაში სადაც არათუ ბავშვები არამედ პროფესიონალი ფეხბურთელები ივარჯიშებდნენ დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ამ მიმართულებით მდგომარეობა და ეს შედეგებზეც აისახება ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ბატონ ლევან ჩვენ ყველანი მთელი ქვეყანა ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ ჩვენი მხრივ გვინდოდა სიმბოლურად დღევანდელი დღე ნიშნა და გარკვეული ასე ვთქვათ ანგარიშით ჩაგვებარებინა რომ ბატონი პრემიერის დავალებით 23 მუნიციპალიტეტში უკვე დავიწყეთ მსგავსი საფეხბურთო მოედნების მშენებლობა და გადმოგცემთ რუკას და მომავალ წელს 3 ოქტომბერს გადმოგცემთ უკვე გაცილებით მეტი მოედნებით ესეთივე რუკას. მადლობა თქვენ. ეხლა მინდა ალბათ ყველაზე ბედნიერი და გახარებული დღეს ვინც არის ქალბატონი ნინო მოვიწვიო და მოგმართოს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმებით ჩვენს პრემიერს, ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, მართლაც ბედნიერები ვართ დღეს და ეს ბედნიერება ორმაგია. ერთი რომ გავხსენით ესეთი შესანიშნავი თანამედროვე ბაზა და მინდა დაგარწმუნოთ რომ ბოლო 10 წლეულები აი ამ ჩვენს ძალიან მაგარ სპორტსმენებს ესეთი ახალი შესაძლებლობა არ ქონიათ და მეორე უკვე ეს ინფრასტრუქტურა გვაძლევს შესაძლებლობას აი ეს ყველაზე ისტორიული, ყველაზე მთავარი პროექტი დავიწყოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენს მოძველებულ, თუმცა ძალიან საყვარელ სტადიონზე, რომელიც ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია, ძალიან მალე განთავსდება ევროპული თანამედროვე სტანდარტების სტადიონი და ამით ბატონ პრემიერო დიდი ფეხბურთი დაბრუნდება რუსთავში დარწმუნებული ვარ და აი აქ პირობას გაძლევთ რომ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია დაიწერება ამ ახალი შესაძლებლობით და სულ ვამბობთ ხოლმე რომ პროექტი არ გამოიხატება თანხაში გამოიხატება რამდენი ახალგაზრდა დაინტერესდება, რამდენ ოჯახს ექნება შესაძლებლობა რომ შვილი თანამედროვე უსაფრთხო გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესით დააკავოს და მისცეს ეს შესაძლებლობა და მადლობა თქვენს გუნდთან ერთად, რეზისთან ერთად, სამინისტროსთან საპარლამენტო გუნდთან ერთად ყველა ძალიან დიდ როლს თამაშობთ იმაში რომ დღეს რუსთავს და რუსთავში ახალგაზრდებს აქვს ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა რომ მიიღონ განათლება და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ ასე რომ წარმატებები ჩვენს ქალაქს და ბევრი კიდევ ესეთი მაგარი პროექტი. ბავშვებო თქვენთვის მგონია რომ ეს ძალიან მაგარი სტიმული იქნება რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გახდეთ და გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას მადლობა კომპანიას რომელმაც ეს სტადიონი ააშენა ყველა ადამიანს ვინც ამ პროექტში იყო ჩართული ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რუსთავიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა 2 ხელოვნურსაფარიანი მოედნით და აქვე პრემიერ-მინისტრმა დაანონსა რუსთავში ახალი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა.